გადმოცემაში და საკმაოდ წარმატებულადაც ხომ გეუბნებით, იცით, ყველაფრის მოყოლა შეიძლება მოგიყვებით თუ გინდათ, მაგრამ არა საინტერესო იქნება მე იმ მსმენელისთვის, რომელიც უნდა მოვიდეს. ერთი გამოგვჭა ალბათ მნიშვნელოვანი, რა ხფია კონცერტს, ამას გვაქვს მნიშვნელოვანი, ხო და წინა სოლო კონცერტს ამის ალბათ გახსოვთ ერქვა, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია და შესაბამის რეპერტუარი. აი ამჯერად ფიროსმანის არის და ციტატა მოყვავს, რომელიც ზუსტად ეთანადება ჩვენი გაგებით, როგორც დავად ფიროსმანის ისე ის შემსრულებლის კონცეფციასაც და ცხოვრების წესსაც. მღერი ისე როგორც ემღერება სულს. აი ესეთი იქნება სათაური და შესაბამისი შინაარსით კონცერტში. ეს არ არის არწივული დასახელება, აი ესე მღერი ისე როგორც ემღერება სულს. იმიტომ რომ ფიროსმანს ხონდა მღერი ისე როგორც ემღერება, ისე ხატავ როგორც წარსდა სულს. და ჩვენ მაგდენი არა მარტო ეს ერთი ფრაზა წაუძღვარეთ სათაურად ამჯერად. და ბედნიერება არის რომ მაინც ჩამომართვეთ სტრაბახში ნორაფეში უბრალოდ სიხარულის გამოხატვის საშუალება მეძლევა და მსურს ესე ხმამაღლა ვთქვა რომ ჯემალისთან ერთად მიწევს ამის გაკეთება. არც ერთი კონცერტი ისე არ გაკეთებულა, რომ ერთად ვაკეთებდა მისი საშუალებით, მისი გონის და მისი გამოცდილების. და ეხლაც ეს ძალიან კიდევ ვიმეორებ საპასუხისმგებლო 65 წელი და 30 სიმღერა იმედა რომ არ არის ეს ადვილის საქმე, ალბათ არ არის, მაგრამ შევეცდები რა. შესვენების გარეშე? არა, შესვენებით, ამჯერად შესვენები. ესეც სიახლეა, იმიტომ რომ შესვენები ნონ-სტოპი, ეგრეთ წოდებული ნონ-სტოპი დამკვიდრდა და ამასაც აქვს, გაგიფხელთ ეს საიდუმლოს როგორც რეჟისორი, რატო იმატა ნონ-სტოპებმა? იმიტომ რომ როდესაც დაამთავრებ პირველ განყოფილებას კონცერტს ხო აქვს თავისი დასაწყისი, შესავალი, შემდეგ გახურება, აპოგეა და ფინალი, ხო? ფაქტურად ორ კონცერტს აკეთებ, იმიტომ რომ აი იმ რაჯანდება ქვია შესვენების დროს, ხო? ხალხი გადის, გამოდის იმ სამყაროდან, იმ მონუსხიდან, რომელშიც რის ვაი ვაგლახით შეიყვანე, იწყება საუბარი ყოფით თემებზე, ამაზე, იმაზე და შემდეგ მოდის და ისევ ნოლიდან გიწევს ამ ხალხის დაპყრობა და გახურება, ფაქტურად მეორე კონცერტის ჩატარება. აი ამას გაურბის ხალხი, როდესაც ცდილობს, რომ ერთ განყოფილებად, ანუ ნონ-სტოპად, იმიტომ შემოიღეს საზოგადოებას ეს ნონ-სტოპი ჩაატაროს. ჩვენ სრულიად შეგნებულად გავყავით ეს, იმიტომ რომ ისე იმდენია სათქმელი, რომ მესამე განყოფილებას რო იყოს აი იმასაც გავახურებ და იმასაც საინტერესოდ დაამთავრებს. იმდენი აქვს სათქმელი და რეალურად სათქმელი. თქვენ აი რომ მობრძანებით ამაში დარწმუნდებით და ამიტომ ესეც გამოწვევა რომ ჩვენ სრულიად შეგნებულად რთულ მდგომარეობაში ვიყენებთ თავს, კი ბატონო მიბრძანდი, დაისვენე, ჩვენ ისევ დავიხარჯებით თქვენ, ისევ დაგაინტერესებთ და ისევ მიგიყვანთ ფინალამდე, რომელიც საინტერესო იქნება. ასე გვწამს ყოველ შემთხვევაში ჩვენ. ალბათ უნდა დავამატო ბოდიშვიხტი სანო სტუდიამ გამოთქვა სურვილი გინდა თუ არა და გამოუშვა დისკი. არ ვარ ჩვენ იმის ხალხი რომ გინდა თუ არა თავი წარმოაჩინო დისკი მაგ და ეს მაგ და ჩვენ ვემსახურებით ჩვენ ქვეყანას ამდენი ხნის მანძილზე და კიდევ აგრძელებთ და ესე იქნება კიდევ. მაგრამ რო არ თქვა და აი უბრალოდ სასიამოვნო სიურპრიზი იყო რომ არაფრის უბრალოდ მინდა გამოუშვა არაფერი აბსოლუტურად თავის სურვილი ყოველად უანგაროთ თვითონ სანამ გამოთქვა ამის სურვილი რომ გამოუშვას დისკი და რაც რაღაც გვაქვს მადლობის მეც არაფერს იმსახურებ. ალბათ დაიბადება კითხვა როგორ შევძელით ამხელა პროგრამის აწევა, ხო? იმიტომ რომ თანხებთან არის დაკავშირებული ქალაქის მერია და კულტურის სამსახურს ჩემი უღრმესი მადლობა და ქედის მოხრამაც წინაშე მართალია არწივს არ შეშვენის, მაგრამ არავითარ შემდგომ თვალებში მაინც უყურებს. ხო, უამისოდ შეუძლებელი იქნებოდა მართლა ასეთი პროგრამის ზეაწევა. მით უმეტეს პროგრამა დამზადებული იყო, მაგრამ თვითონ იმდენად რთული გახდა დარბაზის ან იქ განათების და სხვადასხვა იმერის. დღეს ეს ძალიან ძვირი პროცესია, რასაც კონცერტის ჩატარება ქვია. თუ არა მათი დახმარება და თუ არა გვერდში დგომა კიდევ ამბობ დიდ მადლობას ვუხდი. მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ, მაგრამ მთლიანად ქალაქის მერიამ თავისი სურვილი გამოთქვა ასეთი დახმარებისა. ასევე რუსთავი 2 ტელეკომპანია დაგვიდგება გვერდში და მხარდამჭერი იქნება ამ შემთხვევაში ჩვენი. თქვენ რა თქმა უნდა პრაიმ ტაიმი უღრმეს მადლობას ვუხდი დეას
ასეთი პატივისთვის რომ დაგდო ჩვენ და რა ჯემალის და მე მარტო ქევნე ყველაში არ პოზიცი და ბევრი ხალხია რომელსაც არა ეხლა იმას ვერ მოყვები მაგრამ ჩამოთulis კონცერტზე მაგრამ რა თქმა უნდა დანარჩენი 4 ნოემბერს ხო დიდი ორკესტრი იქნება ნიკას მემანიშვილის ორკესტრი და ახლა 60 კაცი ოდა დირიჟორი კაცი დირიჟორი ღმერთო დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ყოფილი ივერიელი სხვათა შორის კონსერვატორიის პროფესორი დღეს ბატონი ავთანდილ მამაცაშვილი რომელიც გეიქნებს ხელით და მე უნდა ალ მაგრამ ძალიან ცნობილი დირიჟორი გახლავთ და სასიამოვნოა რომ ივერიელია და კიდე ერთი 4-5 ივერიელი იშლება ნუგზარ კვაშალი ვიქტორ ლალიაშვილი ბასზე იქნება გია ბაღაშვილი არაჩვეულებრივი პიანისტი და არაჩვეულებრივი ბორის შხიანი და ბორის შხიანი აი ესენი დამეხმარებიან სცენაზე თქვენ რო თქვით ივერიელები სად იქნება დანარჩენები იშლებიან ქვემოთ და თუ ტას დამიქრებენ კაქსი ზავენ და ასე რომ ივერია იქ არის მაგრამ მოსამსახურე პერსონალი სამბულვაშია და თემურს ვაძლევთ საშუალებას თავის სათქმელი ხმამაღლა თქვას ვიტყვი ალბათ ვიტყვი დოპინგის სახით რა იმას თუ ვიღებთ კონცერტამდე დოპინგის სახით რაღაცა კონიაკი რაღაცა თუ გჭირდებათ კონცერტის მერე კონცერტის მერე იქამდე ჩემ ცხოვრებაში ეგეთი რამე არ გამიკეთები არა მე თვითონ დამიფაროს და არც პირი გაგვეღია ესაც ვიცოდეთ რადგან თქვენ ჟურნალისტები და ბრძანდებით და დღეს სამწუხაროდ აღარ თეატრალური აღარ მუსიკალური კრიტიკა ფაქტურად აღარ არსებობს თქვენ გიწევთ ამ მისიის თავის-თავზე აღება უბრალოდ მინიშნების სახით ყურადღება მიაქციეთ ვოკალის დღევანდელ დონეს 65 წლის კაცისა არა მხოლოდ ხმის სიძლიერეს არამედ ხმის ტექნიკას რეპერტუარის სირთულეს ჟანრობრივ მრავალფეროვნებას რაც ყველას რეპერტუარში არ არის აი როცა ამ თვალით შეხედავთ მე სათქმელიც და დასაწყისიც იმედია უფრო მეტი გაგიჩნდება. ეხლა რადგანაც დარვალსა და ის პროგრამაში რა თქმა უნდა მარტო ისა იქნება ფარი ხმალი და სამშობლო და მოვდივარ ეხლა მე ვიცი რომ ყველანი მაგაზე ფიქრობ აუცილებლად მონაწილეობას მეიღებს ბავშვთა გუნდი 100 ბავშვი როგორ ძლევარი კახალონაშვილის ხელმძღვანელობით ეს არაჩვეულებრივი ბავშვები გახლავენ და მათთან ერთად ვასრულებ დაახლოებით 10 წუთიან კომპოზიცია. უეცლების მანძილზე თანამშრომლობს ამან სამთანთებული და ესეც ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ბავშვებისთვის უკეთესი სტიმული რა უნდა იყოს, როცა ასეთ დონის მომღერალი მათთან ერთად ღერს. აი 10 წლის პატარა არწივები ძებია, ხო მათთან ერთად. იქნება სასიყვარულო თემა შემოტანილი აუცილებლად. იქნება უფრო სერიოზული თემა. ისე რომ მრავალფეროვნება პროგრამაში კი იქნება. და ძალზე ხალისიანი რეპერტუარი, იმიტომ რომ როცა მეგეუნებით მრავალფეროვნებას ამას გულისხმობ, რომ არ შეიძლება რომ აქამდე 65 წლისა ვარ გადატვირთო იმითი რომ ოხ როგორი ჩაფიქრებული ვარ და ოხ როგორი სევდიები არ არის. ეს როგორიც თვითონა ან გულწრფელობა ამოსავალი წერტილი, ესე იგი არ შეიძლება დღეს არავინ აღარ ტყუდება და არ შეიძლება ამაზე ააგო ადამიანმა შენი შემოქმედება. გულწრფელობა ფასობს ყველაზე მეტად და როგორც შეიყვარა თემური მაყურებელმა. აი ასეთი წარდგება ზუსტად ხიარულიც, ძალიან ხიარულიც, სევდიანიც, პათეტიურიც და ახალ ჟანრშიც, რომელიც გარგახან არავის არ მოусმენდა. ძალიან გვაინტერესებს სიურპრიზი. სხვანაირად ამას აქ სოლოს კონცერტის გაკეთებას აზრი არ ექნებოდა. რა თქმა უნდა. არ ექნებოდა. არა, გააჩნია რა კუთხით მიუდგებოდ, მაგრამ ავარჩიეთ ყველაზე ძნელი ჯომოლუმბაზე უნდა ავიდე მოკლედ ეგ არის გადაწყვეტილი და ამიტომ დავიმატებთ თქვენ ბრძანეთ ამ პირის გაღება არ გაღებაზე და ვიტყვი და თუ გამოგადგებათ არა და მოშრით რა ვქნა ახლა დაახლოებით მე-100 კონცერტი იყო თუ 120 თუ აღარც მახსოვს აქ სცენაზე ვდგევარ და кейპს ვიწყებ დილიდან ღერივართ და რაღაც დაგიმალოთ ხან დღეში 3 კონცერტი ვიწევდა ხან 1 ხან 4 და გააჩნდა ხალხის მოზღვა ბევრი იყო ხოლმე და ნუ ხელმა ნუ ამდენი არ შეიძლება ხო ყოველდღიური ალბათ არ შეიძლებოდა თან ცოტათი кейპოდით კიდევაც ახლა დასამა რატო არ მოგვეკეიპა გამარჯვებული ხალხის პოზიციიდან და გადავწყვიტეთ რომ მოდიო кейპს ვიწყებ დილიდან
იქნება ჩანაწერი გაუშვათო რა. შეიძლება და ამდენი დღეში 4 ჯერ кайფს ვიწყებ დილიდან ვიქი თან ისეთი დაძაბულია ყველაფერი მთელი თან დაინტერესა რა გზნობაა ეს როცა კაცი ისაღებს ადროს არ ღვერს ესეთი სიცხვილი არ განმიცდია მე ჩემ ცხოვრებაში ვერ გავარტყი აღარ მახსოვდა მე იქ რა ჩავწერე და რა უნდა ვიმღერო მე ეს უფრო რო გვეჭირა ავწიეთ ეს სამი სახეზე აიფარეთ ეს სახეზე აფარებული დავამთავრეთ ეს ეხლა ხალხი ვერ გაიგებდა მაგრამ მე მთელი აი მართლა გეუბნებით როგორ თქვა ეხ სხვანაირად არც ვიცი პიცეს ხო არ დავიწყებ იმის შემდეგაც იქამდეც არ ყოფილა ეგეთი რამ და არც იმის შემდეგ ხო საერთოდ აღარ იქნებოდა ამიტომ ტელევიზიითაც როცა გამოდიოდ ჩვენ პირსარო პირდაპირ ვღერი აი ესეთები ვარ ჩვენ და ნუ სხვანაირად არ ძალვით ასეა ტელევიზიაში ალბათ ნახეთ თემურინაც აღნიშნა დაემთხვა საიბილო თარიღები ნუზარ კვაშალის ვახტანგ დათიშვილის გვენი მონამორჩილის ხო და მართლა უცნაური ხო 4 ივერიელის თარიღები საიბილო დაემთხვა როგორ დაემთხვა უთხარი ასეთი დამთხეულები ვარ ამიტომ გამოგდის დამთხეულები ხო და ერთსაც დავამატებდი და ამით მე თუ გააქვს რაიმე კითხვა არ ვიცი რომ არაფერი არ გვაქვს ჩვენ არც სატრაბახო არც მოსაბოდიშებელი რაც ვიყავით ისენი ვართ როგორც გვიყვარდა ქვეყანა და ხალხი ისე გვიყვარს და ეცდებით ვაჩვენოთ ეს კონცერტი როგორც ადრე მუშაობდი და როგორც ადრე აკეთებდით ყველაფერს ესეთივე თავდადებით ასეთივე რუდუნებით მომზადებული მოგძანდით და ნახეთ. აი ამით დაიწყო სწორედ სოლო კონცერტზე საუბარი თებურმა რომ ეს მისი სამადლობელია ფაქტიურად იმ დიდი მხარდაჭერისათვის რაც 40 წლის მანძილზე ეს ცოტა დრო არ არის გააჩნდა მას როგორც ანსამბლის წევრსაც და როგორც სოლო მომღერალსაც ხო და ეს კი ღირს იმათ რომ ხალხს ერთხელ შეხვდე და ურმესი მადლობა მოუხადო და რითი შეუძლია მას მოუხადოს თავისი შემოქმედებით. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა.